ხარაგაულში მთაში დარჩენილი პირი, რომელსაც რამდენიმე დღე ვერ უკავშირდებოდნენ, იპოვეს. როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ ოლეგ კოჩაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დრონების მეშვეობით იპოვეს და ის უვნებელია. ოლეგ კოჩაძეს კიდევ ორ მწყემსთან, ტარიელ ხეცაძესა და გრიგოლ ბერაძესთან ერთად რამდენიმე დღე ეძებდნენ. მწყემსებს საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი. იმერეთში რამდენიმე დღიანმა ინტენსიურმა თოვამ პრობლემების შექმნა. რეგიონში 3 დღეა აღარ თოვს, თუმცა სოფლებამდე მისასვლელი ყველა გზა ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი. იმერეთში დიდთოლობის გამო 6 სოფელი ამ დრომდე ჩაკეტილია. გარესამყაროსგან კვლავ მოწყვეტილია გამოჩინებული თხილაგანი, ჭარტალი, გუთადუბანი, საკრაულა და მუხურა. რეგიონში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. იმერეთის სამხარო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 2 დღეა მოსახლეობას საჭიროებისამებრ მიეწოდება პროდუქტი და პირველადი დახმარების ნივთები. იმერეთმა 40 ტონაზე მეტი პროდუქტი მიიღო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები და მოხალისეები. დიდთოვლობის გამო იმერეთის რეგიონში 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისათვის 6 სოფელი არის ჩაკეტილი, ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს წმენდითი სამუშაოები. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოახდენს დიდთოვლობის გამო მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის შესწავლას, დათვლას და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. 2 დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს იმერეთის რეგიონში მოსახლეობისათვის პროდუქტებისა და საჭირო ნივთების მიწოდება. დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ მიიღო. როგორც გავრცელებული ინფორმაცია შენათქვამი, კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებით შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებელით უზრუნველყოფს. დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდა. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ფინანსთა სამინისტროს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის 27 მუნიციპალიტეტს 48.517.000 ლარს გამოუყოფს. შესაბამისი ცვლილება 2025 წლის 30 იანვრის 186-ე განკარგულებაში შევიდა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხა 9-ჯერ გაიზარდა. მოიმატა მუნიციპალიტეტების შემონათვალმაც. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის იმერეთის 8 მუნიციპალიტეტი 13 მილიონ ლარამდე მიიღებს. თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი არაუმეტეს 1.120.000 ლარისა, ხონის მუნიციპალიტეტი არაუმეტეს 800.000 ლარისა, ბაღდათის მუნიციპალიტეტი არაუმეტეს 3 მილიონი ლარისა, თერჯოლის მუნიციპალიტეტი არაუმეტეს 457.000 ლარისა, ვანის მუნიციპალიტეტი არაუმეტეს 2.424 ლარისა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი არაუმეტეს 1 მილიონი ლარისა, საჩხერის მუნიციპალიტეტი არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი არაუმეტეს 1.800.000 ლარისა. განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ ამ თანხებიდან მორჩენილი ეკონომია სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად მიმართონ. ერთკვირიანმა ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. ამ დრომდე დაუზუსტებელია როგორც დიდთოვლობით გამოწვეული ზიანი, ასევე დანგრეული შენობების, მათ შორის საცხოვრებელი სახლების და იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც სახლიდან გაყვანა დასჭირდება. კლუბით ეთნულდი ვანსა და ბაღდათში დიდთოვლობისგან დაზარალებულ ოჯახებს ეხმარება. მოხალისეები რამდენიმე დღეა გაუკვალავ გზებზე დადიან და თოვლში ჩარჩენილ სხვადასხვა ოჯახს სურსათსა და მედიკამენტებს აწვდიან. ცნობისათვის დასავლეთ საქართველოში თითქმის 1 კვირა გადაუღებლად თოვდა. რეგიონში 3 დღეა გამოიდარა, თუმცა სოფლებამდე მისასვლელი ყველა გზა ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი. არის საკვები პროდუქტები, აგერ არის ამაში წამლები. სისხლის წამალი, წნევის, გულის საშუალებები, რაღაცები, ამას თვითონ ჩაი, მის რაციები, წამლები და ასე შემდეგ. და ის გამოდანად შევძელით ახლა. აი ბიჭები ხარ, ეგა. აბა კარგად იყავს. შუდება დაგვეწოვებიოს და ბედნი.
აი პროდუქტებია. ამაში სწავლებია, ახლა გეტყვით, ახლა რა არის ეს? დეგი ლოცავ დედის დღეს 100 წლის რომ ვიყო და სახლში მოსულმა შენი გენაცვალოს დედა გავიგონო ვიტყვი 10 წლის ვარ მეთქი ჩემო იმედო წერენ სოციალურ ქსელში სამართ საქართველოში დედის დღე აღინიშნება ამ დღეს ყველა ცდილობს შეძლებისა და გარემოებების მიხედვით დედები თუ უბრალოდ მათთვის საყვარელი ქალბატონები ცირედით მაინც გაახარონ ყველაზე მამაც და ძლიერ სიყვარულს დედისგან გრძნობთ მადლობა უპირობო სიყვარულისა და ზრუნვისთვის წერენ მოქალაქეები ყველას უსურვებ ბედნიერი დედები გამხდარიყვნენ ვინც არ არიან და დედებს უსურვებ რომ დაფასებული იყოს მუდამ მათი შრომაც მათი ღვაწლი და მუდამ იგრძნონ საყვარელი ადამიანებისგან ყველა დედას ვლოცავ დღევანდელ დღეს რა ვიცი დედა არის ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში ასე მოკლედ ვიტყვი ყველაფერს დედები რო არ იყვნენ ჩვენ ვერ ვიქნებოდით მათ გარეშე ვერაფერი და ყველას ვლოცავ დღევანდელ დღეს დიდი ბედნიერება იყო დედა ძალიან დიდი ბედნიერება დედობა ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს უამრავ რამეს ნიშნავს სიყვარულს სიხარულს და ყველა ცხოვრების იმედს ხალის მომავალ დღეს დედა და მომავალ ყველაფერს კარგს ხარებული ბედნიერები გამთელები და ყველაფერი აი საქართველოში გეცხოვრო ასე კი არა გაფრინებულში ქართველ დედას უსურებ ჯანმრთელობას, მრავალ სიგეთეს, სიყვარულს და ყველა ქალთა წრეს, რომელიც რომ დღევანდელ დღეზე 8 მარტი მოსავალია ღმერთმა ბედნიერი და ტკბილი დღეები გაუთენოს ღმერთმა. დედა ხას ბედნიერი შვილი. ყველა დედა იყოს კარგად. ყველას ულოცავ ამ დღეს სიყვარულს, სიხარულს და ჯანმრთელობას და ბედნიერობას. მეტი შვილები მყავს, შვილიშვილები, შვილთა შვილები ყველა მილოცავს, სიხარულს ყველა. მე ეს არის თქვენც ასევე. ყველა დედას მიულოცავ დღევანდელ დღეს უსურვებ რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ გახარებული ყოფილიყოს მათი გულები მათი შვილებისგან და რა ვიცი ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ რომ ოჯახი უფლისგან ყოფილიყოს დალოცვილი და რწმენა ქონოდეთ ღმერთის სართული დრო არის და ღმერთის ძალით იესო ქრისტეს მადლით და წყალობით ყველა ოჯახი ყოფილიყოს დალოცვილი გახარებული ყველა დედას უსურვებ ბედნიერი დედა ყოფილიყოს რა პირველ რიგში რა თქმა უნდა ჯანმრთელობას უსურვებდი ბედნიერებას და ანუ ყველა დედასთვის რა თქმა უნდა აუცილებელი არის და საჭირო ის ფაქტიც რომ მისი შვილები მათი შვილები ბედნიერები და რა თქმა უნდა წარმატებულები ყოფილიყვნენ და უსურვებდი რომ მათი შრომა და ჯაფა არ გაფლანგულიყოს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მეგატევს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წერილობით მიაწოდა. წერილში ვკითხულობთ სამუშაოებს შპს დაგია ხორციელებს. პროექტის ღირებულება 14.850.000 ლარია. პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი სამუშაოები: 3 შადრევნის მოწყობა, 3 ხეივნის მოწყობა, მედიათეკა, რომელიც ასევე მოიცავს საზოგადოებრივ საპირფარეშოს. არსებული ძეგლების რესტავრაცია, პარკში ავტომატიზირებული სარწყავი და სადრენაჟი სისტემების მოწყობა, ახალი ნარგავების დარგვა და მწვანე საფარის მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა ბორდიურებითა და ბუნებრივი ქვის ფილებით, პარკის განათება, მოსასვენებელი და საჭირო ფურნიტურის მოწყობა. სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის სრულიად დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების, ვარდების ხეივნის, ერთი შადრევნის და მედიათეკის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მოწყობა. დანარჩენი სამუშაოები ეტაპობრივად დასრულდება მიმდინარე წლის 30 აპრილს. ვკითხულობთ ფონდის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. მეგატივმა ასევე გამოითხოვა ინფორმაცია რიონისპირა სახლების და გალერეის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. რის შესახებაც გვწერენ, რომ ამ დროისათვის ფონდის მიერ დამტკიცებულ პროექტებში აღნიშნული სამუშაოები გათვალისწინებული არ არის.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების დედებს ესტუმრნენ. ყვავილების თაიგული და თავდაცვის სამინისტროს სახელით მისალოცი ბარათები გადასცეს. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. დედის დღეს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელით. დიდი მადლობა ესეთი შვილის გაზრდისთვის. ქართველი დედის სანიმუშო მაგალითი თქვენი შვილის სახელი უკვდავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გილოცავთ, ამაყები ვართ თქვენაირი შვილის გაზრდისათვის. მადლობას მოგახსენებთ და რა ვიცი, ხნეობას, ჯანმრთელობას ისურვებთ ყოველთვის. გილოცავთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხან სიცოცხლეს გისურვებთ. 12 წელი გავიდა და მაინც რო გახსოვთ. დიდი მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვის კიდევ ერთხელ და თუ ღრმესი მადლობა. ნამდვილად სასახელო შვილი მყავს, დარწმუნებული ვარ ამაში და მიხარია მისგან რომ მოდის ვიღაცა ფორმით. საერთოდ ეს ფორმა ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის, ყოველთვის მაქვს ეს ყურადღება თქვენგან, თავდაცვის სამინისტროს დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ არ ავიწყდებათ ჩვენი გმირები და მისი დედები. მთელი არსით მე თავდაცვის იმედად და ჩემი ჯარის იმედად ვარ მორალურად, ყველანაირად, ჭირშილ ხინში მე მეგულება ეს ჩემი უწყება, ჩემი ზურგი, ჩემი დაცვა, ესედმეტი სიტყვები არ არის. კიდევ ერთხელ მიულოცავ ჩემ დედებს ამ დღეს, ისევ და ისევ ხნეობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სხვა ოჯახის წევრებთან. ყველა დედას ულოცავ დედის დღეს თავდაცვის სამინისტროდან მობრძანდნენ და გამილამაზეს დღევანდელი დღე. ვუსურვებ დედებს ჯანმრთელად ყოფილიყვნენ, გალაღებულები, გახარებულები და უფლისნება ქონოდათ. არ გვტოვებენ უყურადღებოდ, სულ მოდიან ჩვენთან, გვილოცავენ. ჩვენთვის რა თქმა უნდა ახლა შვილი დავგარგე, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა უყურადღებოდ არ გვტოვებენ არასოდეს. ყველა დედას ულოცავ დედის დღეს. ყველა გამძლეობას უსურვებ და ჯანმრთელობას პირველ რიგში. ყოველთვის გრძნობ ყურადღებას, მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო თავდაცვის ძალებს. 12 წელი გავიდა, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით არიან ჩემს მიმართ და რა ვიცი, ყველანაირად გვერდში მიდგანან. დაწყებული თავდაცვის მინისტრიდან დამთავრებული თითოეულ ჯარისკაცს მინდა მადლობა გადაუხადო. ერთადერთი შვილი მყავდა, ერთადერთი ვაჟკაცი. მწარია დედისთვის, რა ვიცი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, მაგრამ მიამაყება, ძალიან მიამაყება. კივილიანია, მაგრამ სადღაც სასიხარულო გულის კუნჭულში რომ ადამიანებს ახსოვხარ, არ ავიწყდები, პატივს გცემენ და თანაგიგრძნობენ. დღეს მიულოცეთ 3 მარტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცის დედებს. უსურვეთ გამძლეობა, ხნეობა, დიდხან სიცოცხლე. უკრაინა არასდროს აღიარებს საკუთარი ტერიტორიების ანექსიას, რომლებიც ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული, თუნდაც ეს აუცილებელი იყოს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში გამართულ ევროპული ლიდერების სამიტის შემდეგ ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებს კიევი ყოველთვის ჩათვლის დროებით ოკუპირებულად. თუნდაც ქვეყანას ახლა არ ჰყავდეს საკმარისი სამხედრო ძალა, რომ სრულად განდევნოს რუსეთი. ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება, ჩვენი თავისუფლება არ იყიდება. ჩვენ დიდ საფასურს ვიხდით იმისათვის, რაშიც რუსეთმა ჩაგვეთრია, განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მას უსაფრთხოების სანდო გარანტიებს მისცემენ. მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთი გარანტიები რუსეთს აღარ მისცემს შესაძლებლობას უკრაინაში ახალი სამხედრო მოქმედებები წარმოიწყოს, ან თუ მოსკოვი მაინც გააკეთებს ამას, რუსეთი მკაცრ პასუხს მიიღებს უკრაინისა და მისი მოკავშირეებისგან.
დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაპირისპირებამ აჩვენა, რამდენად რთული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევა. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. თეთრ სახლში მომხდარი აჩვენებს, რამდენად რთული იქნება უკრაინის გარშემო სიტუაციის დარეგულირება. კიევის რეჟიმს და ზელენსკის მშვიდობა არ სურთ, მათ სურთ ომის გაგრძელება, ასე რომ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვაშინგტონის ძალისხმევა და მოსკოვის სურვილი აშკარად არ იქნება საკმარისი, აცხადებს დიმიტრი პესკოვი. პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი განაგრძობს დიალოგს ვაშინგტონთან. რჩებიან ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც შეადგენენ ომის პარტიას და რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას განაგრძონ უკრაინის დახმარება ომის მხარდაჭერისა და საომარი მოქმედებების გაგრძელების თვალსაზრისით. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა სასწრაფოდ გასვლა სამშვიდობო პირობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩნდება სამშვიდობო გეგმის პირველი მონახაზები, აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კოლექტიური დასავლეთი კარგავს თავის კოლექტიურობას და მისი ფრაგმენტაცია დაიწყო. სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა აცხადებს, 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ხოლო დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 13-15 გრადუსამდე დათბეს. დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი ფიქსირდება. 4 მარტს დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი მთაში და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულებით ქარი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ხვალ დაბლობ რაიონში +2, +7 გრადუსი სითბო იქნება. მთიან რაიონებში -5 და მაღალმთებში -5. 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. 1-2 დღის განმავლობაში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ღამით ყინვა ცოტა მოიმატებს. დაბლობ რაიონებში -5 და -3 გრადუსამდეა მოსალოდნელი ტემპერატურა. 5-6-7 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობებსა და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ყინვა -5-დან -5 გრადუსამდე. მთიან რაიონებში -5, -10 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთაში -12. 7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ნალექი იყოს, მაგრამ ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის. 9 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ნალექი მოსალოდნელი არ არის. დაბლობსა და სანაპირო რაიონებში 7 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით ღამის საათებში ყინვა შერბილდება. 8 და 9 მარტს დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა 10-15 გრადუსს მიაღწიოს. შესაბამისად, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა მოიმატებს. განაცხადა დოდო გვაზავამ.